იქიდან რომ კალამი მარჯვენა მხარეს, ესე იგი მარჯვენა ხელით, ანუ მე მარჯვენე ანუ სხვერპლი და იარაღი უჭირავს მარცხენა ხელში. თან ანუ გასროლის დროს ანუ აუცილებლად გაუვარდებოდა იარაღი, ხო? ანუ ეგას პროცენტით გამორიცხავს უკვე თვითმკვლელობას. კარგი. თვითმკვლელობას არც ერთი არ ემხრობა? მე მგონი არა. კარგი. არ შემიძლია წარმოგიდგინოთ არგუმენტი, რომელიც თვითმკვლელობას შეიძლება თვითმკვლელობაზე ასე ვთქვათ შეიძლება სისხლის ლაქა. ანუ შეიძლება კითხოს ანდერზე ვითან წერილივე ჩავთვალოთ აი ეს ხელნაწერი. თვითმკვლელობაზე შეიძლება ჩავთვალოთ მაგალითად ბოთლი, იმიტომ რომ შეიძლება იყო ალკოჰოლურ მდგომარეობაში. კარგი. ანუ ნაგუსუნაში რომ ჩავხედოთ ძალიან ბევრი წერილი აქვს ნაწერი. არა მარტო წერილი, ნახეთ კიდევ რა არის არგანგუსუნაში. ბოთლები. თვითმკვლელობა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. მიბჯენით უნდა ის რომ კალენდარზე რო თარიღი აქვს ზუსტად მონიშნული. რაღაცა გეგმავდა ეს ადამიანი. ზუსტად 11 რიცხვია. როგორც ჩანს, გამგზავრებისკენ იყო მიზანმართული, იმიტომ რომ აქ გვაქვს ეს რა ქვია, ბარგი. კალენდარზე თარიღი არის წითლად მონიშნული მარტო ერთხე. კარგი. შის შემთხვევაში სტატისტიკურად ესე იგი დამტკიცებულია რომ ორ შემთხვევაში იკვლავენ ადამიანები თავს. ერთი არის რომ ესე იგი ბიზნეს წარუმატებლობა და მეორე არის ახლობელი ადამიანის დაკარგვა. და ფოტოზე შავი ლენტი სავარაუდოდ ახლობელი ადამიანის დაკარგვაზე მიუთითებს. სავარაუდოდ ახლობელი ადამიანის დაკარგვა. მე არც ეს არ ვემხრობ, მიგონიათ რომ ამ გონია ამ თვითმკვლელობა. მე უბრალოდ ვცდილობ თქვენი კონტრარგუმენტი წარმოადგინო, რომ თქვენ კონტრარგუმენტი წარმოიდგინოთ. ახლობელი ადამიანის დაკარგვა. არსებობს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. არსებობს ანდერძისეული რაღაცა მსგავსი წერილი. არსებობს სიგარეტის ნამწვავი, არსებობს დავარდნილი ტელეფონი, არსებობს არეული ოთახი. ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ, არ მიუთითებს თვითმკვლელობის გარკვეულ სახეს? რაღაცას მიუთითებს, ჩემი აზრით, მაგრამ გარკვეული საკითხით კი, მაგრამ მეორენაირად რო შევხედოთ, თვითმკვლელობის დროს აუცილებლად გაუვარდებოდა იარაღი ხელიდან. ეგ ერთია და მეორე ანუ ვფიქრობ, იმიტომ რომ სხეულის დაცემის მდგომარეობა, ანუ რა მდგომარეობაში სხეულა დაცემული და სისხლის ლაქა კედელზე, ანუ მე ეჭვება ყველანაირად, რომ იმ ლაქის მიმართულებით, სადაც სისხლია კედელზე, ანუ ასე ზურგზე მწოლიერ მდგომარეობაში დაცემული ყვანთ და ჩაცურებული იყო მაგ ადგილას, იმიტომ რომ საერთოდ სხვა პოზიციაში აღმოჩნდებოდა, ანუ თვითმკვლელობის შემთხვევაში. შეიძლება კიდევ ანუ კიდევ მე მაგრად შევამჩნიე გაზზე რომ თვითონ რაღაც საუნდ რა ვიცი რაღაცა მზადდება და არ ამგონია ადამიანს თვითმკვლელობა გადაწყვეტილი ეს გააკეთოს. ხო აი ეს ცოტა ისეთი უინტერესო გამოვიდა ეს სურათი იქიდან გამომდინარე რომ ყველა ერთ აზრზე იყავით და ეს კამათი და დებატი არ გამოვიდა გარკვეულ თვითმკვლელობისკენ რაღაცა გავდა. ტელეფონიც არის გახსნილი, ესე იგი დარეკვას აპირება. კაი, რადგან ყველა მკვლელობისკენ ხართ, მოდი გადავიდეთ შემდეგზე ჯობს. კარგი მაშინ. იმიტომ რომ იმედი მაქვს რომ შემდეგი უფრო ვაიმე, სათვალე გადავიდეთ. ხო ჩანს. აი ეს ფოტო. ინა გახსოვს ეს ფოტო? კარგი, ერთი წამი მე ვხედავ ახლა ამ შემთხვევაში ცუდად. კაი, ხო ხედავთ თქვენ? კი. კარგი, იმედი მაქვს ახლა ყველა მკვლელობას და თვითმკვლელობას არ ფიქრობთ. ჩემი აზრით მკვლელობაა. რატო? ამაზე ვეცდებით. ერთი წუთი თვითმკვლელობას არ არის. თვითმკვლელობას ფიქრობ, მე ვფიქრობ თვითმკვლელობას. მეც თვითმკვლელობას ვფიქრობ გარკვეულწილად. ძალიან კარგი, ახლა უკვე საინტერესოში შევდივართ. კაი, მკვლელობას ვინც ფიქრობს, ერთი არგუმენტი წარმოადგინოს, თვითმკვლელობას ვინც ფიქრობს, ერთი არგუმენტი წარმოადგინოს. მკვლელობას ვინც ფიქრობს, ერთი წუთი მკვლელობით დავიწყოთ, კაი? კი ბატონო. პირველი, აი ფანჯარაში ვხედავთ ადამიანს, რომელიც გარბის. კარგი. პირველი ამას დამაეწყო. თვითმკვლელობას ვინც ფიქრობს, რა კონტრარგუმენტს მოუფიქრებ და იმ ადამიანზე ვინც გარბის. წარმოიდგინე რომ დასისხარე ხარ. დიახ. ხო და გარბის ადამიანი
ანუ ამ შემთხვევაში არის ხედი კუჩის რაღაც სკვერის მხარეს და ნებისმიერ მომენტში ანუ ის ხალხმრავალი ადგილი ჩანს ფაქტიურად, იმიტომ რომ ანუ განლაგებით სკვერის მხარეა და ნებისმიერ момენტში ნებისმიერ ადამიანი შეიძლება გარბოდოს, რაც ბავშვი ამ შემთხვევაში შეიძლება გარბოდეს და ანუ მე კიდევ მაშინ ხანჯარა სწორედ ამ მხარესაა. ერთი წამი ამ შემთხვევაში მოდი ასეთი რაღაცა კარგი მიმართულება ახლა აღებული არგუმენტი წარმოადგინა ყველობის მომხრემ, კონტრარგუმენტი წარმოადგინა თვითყველობის მომხრემ. ესე იგი, ბრალდება დაცვა. ახლა კიდევ ერთი არგუმენტი წარმოადგინოს ყველობის მომხრემ და კონტრარგუმენტით მიმართოს თვითყველობის მომხრემ. საინტერესოა. ესე იგი, როგორც ხედავთ, ძალიან ხალხური ადგილი არ არის და ფანჯარა არის ღია სწორედ ამ მიმართულებით, საითაც გარბის აი ეს მამაკაცი. როგორ უკაცრავად თავიდან თქვი ბოდიში? ანუ არც ისე ხალხმრავალი ადგილი ჩანს, იმიტომ რომ ამის მეტი ადამიანი არ ჩანს ჯერ ამჟამად და ქუჩაში და ასევე ფანჯარა ზუსტად იმ მიმართულებით არის ღია, საითაც ეს მამაკაცი გარბის. და წარმოიდგინეთ, თან კონდიციონერი არის ოთახში და ფანჯარა რატომ არის ღია? კარგი, კონტრარგუმენტია. ბატონო, კონტრარგუმენტად პირველი შემიძლია წარმოადგინოს, რომ კონდიციონერზე დაკვირვების შემთხვევაში რაღაც კონკრეტულ დეფორმაციას ანუ რაღაცები, აი თუნდაც ჩამონადენი ან კონდიციონერის თავზე არსებული რაღაც შავი ლაქა მიუთითებს ჩამონადენი არა, ბოთლის არის. ბატონო, ვერ გავიგებია. არა, კედელზე ლაქას არ ვაბობ. თვითონ კონდიციონერი ჩამონადენა. მეორე კედელზე ლაქა არა, თვითონ კონდიციონერს აქვს და მეორე არის ის, რომ კი გასაგებია, ანუ ფანჯარა რა მიმართულებით არის ღია, იქითკენ არ გამორბის. გარბის წარმოადგინა ყველობის მხარემ ის, რომ აქეთკენ გამორბის, ანუ საერთოდ სხვა მიმართულებით გარბის, ფანჯრისკენ არ ანუ მე ვთქვი, ფანჯარა საერთოდ არის ღია, იქით გარბის უკან, ფანჯრიდან სავსების შესაძლებელია ფანჯრიდან გადამხმარიყო და აქეთ გაქცეულიყო. კი ბატონო, გადახტომისებელია, მაგრამ ახლოს არ უნდა გაედინა? კაია. შეიძლება დაინახა, როგორ მოიკლა ადამიანმა თავი, შეეშინდა და ამიტომ გარბის. მაგრამ ან იმისთვის გარბის, რომ ვინმე დაუძახოს. მეგობრებო, დააცილეთ მეორე არის, რომ ერთმანეთს აცადეთ, ერთმანეთს და აუცილებლად ყველას დავასრულებთ, შეიძლება თუ აუცილებლად დაასრულებთ. კი ბატონო. ანუ გასაგებია, ანუ კი შეიძლება გადამხტარიყო მკვლელი, თუმცა დავაკვირდეთ ერთ რაღაცას, რომ ანუ მე ყოველ შემთხვევაში ესე ვხედავ, რომ ფანჯარა კი ბატონო ერთი მხარე არის ღია, მაგრამ ეს რა ქვია, რატომღაც ჩანს, რომ ის ფანჯარა რომელიც ღია, აქეთ მხარეს უფრო შედარებით უდაბური რაღაც ესეთი ადგილია და მეორე მხარე უფრო მეტად ღია ადგილს გავს, ანუ თითქოს უკვე უფრო მეტად სკვერში რაღაც უფრო ხალხმრავალი ადგილისკენ გადიხარ და კვლელი ამ შემთხვევაში გაიქცეოდა იმ მხარეს, საიდანაც ბევრად მეტი ხე და რაღაცა ბნელი ადგილი ჩანს, დამავლის კუთხიდან ნამდვილად არ გამოიქცეოდა იმ ადგილისკენ, სადაც ბევრი ადამიანი. ამ შემთხვევაში შეიძლება შეესწრო თვითკოვების სცენას და გამოიქცა იმ მიმართულებით ფუნათელი ადგილისკენ, რომ მოენახა ადამიანსაც ეტყოდა და დახმარებას თხოვდა. და კვლელი თუ ნათელი ადგილისკენ საინტერესოა, აი ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ყველობის მომხრეებმა უნდა მიაქციონ ყურადღება რატომღაც ისე აფსაიდში დარჩა ეს დავამატებ ერთ შეიძლება ერთი წამი თვითკოვების მომხრემ ხრას ახლა არგუმენტი თვითკოვების მომხრე დამატება მინდა იმ ხრივ რომ ანუ თვითკოვებაზე მაგალითად მიუთითებს ის რომ ფაქტია რომ ეს ადამიანი რაღაც ბიზნესის კუთხით იყო ჩართული რაღაც კონკრეტული საქმიანობა ქონდა დიაგრამები კედელზე და მეორე გაგდებული იარაღი ხელიდან იმიტომ რომ თუნდაც წინა საქმიდან გამომდინარე აღნიშნეთ რომ კვლელობა ან თვითკოვება როცა არის ხელიდან იარაღი გაუვარდებოდაო ამ შემთხვევაში დიახ სწორს ბრძანებთ აბსოლუტურად ნახეთ მე ცოტა ხსი რა ავხსენეთ ბიზნეს წარუმატებლობა ხის შემთხვევაში არის თვითკოვების ესე იგი თვითკოვება ხდება ხის შემთხვევაში და დიაგრამაზე რა არის მითითებული დიაგრამაზე ანუ რას ვარაუდობთ დიდი ალბათობით პროგრესია არ არის რეგრესია წარმოდგენილი ამ შემთხვევაში. აი დაცემაა ხო წარუმატებლობაა ხო ასეთი რაღაცა კი ბატონო. ანუ ძირთაგდებული კონვერტი არეული ოთახი გადაყრილი საკანცელო ნივთები ანუ აღელვებული მდგომარეობისკენ მიუთითებს და თუნდაც აი მაგალითად საკანცელო ნივთები და წები მაგიდიდან ხელის ერთი მოსვლით გადაყრით დიაგრამა რომელიც მიუთითებს რეგრესის გადაყრილი შემეს არასწორია ხო. კარგი ეს რა
დიახ, არგუმენტით ესე კონტრარგუმენტით მიმართე რა ამ საკითხს, აბა. ხო, არ ვფიქრობ, რომ ეს არის თქვათ გაღიზიანება, შეიძლება იყოს შემოჭრის კვალი, ჩორბა-ჩერბა თავთავალ და ვერ ვიტყვით, რომ ეს გაღიზიანების შედეგად არეული ოთახი და ვფიქრობ, ანუ ჩემი აზრით ეს არის შემოჭრის კვალი, შემდეგ უბრალოდ ფანჯრიდან გაიქცა, შეიძლება ეს კაცი არ არის, მაგრამ შეიძლება ფანჯრიდან გაქცეულიყო, ის ოთახში რაც კონდიციონერი არის და ფანჯარა ღია. კი ბატონო, მაშინ რაც ვიტყვით, კედელზე სასმრის ბოთლი თქვენ თორემ აღნიშნეთ, ამ შემთხვევაში არეულის ტანსაცმელი, აი ჰალსტუხის შეხსნილი, კედელზე სასმრის კვალი გატეხილი ბოთლი ფაქტია, რომ კედელზე კვალი შემოჭრის კვალია და ძალადობის კვალი. კი ბატონო, ანუ არ ვიძახი, მაგრამ ეს რაღაც ვამტკიცებ, რომ თუნდაც აი კედელზე კვალი თქვენ თორემ აღნიშნეთ, ბოთლის ნატეხების თუნდაც და კედელზე კვალი, ანუ აშკარად მიმსხრევით არის გამოწვეული, თუნდაც შეფერების ფონზე იყოს ეს მიმსხრევა და მაინც რატო ამ ადამიანის სამსხვრეულია. ამის დასტური. არა, კედლის კერატო გაისროდნენ მაშინ, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ქონდეს სისხლის კვალი უნდა იყოს მაშინ მოყოლილი. ხო, მაგრამ ხელი არ დაარქვათ, კარგი. არა. შეიძლება ხა? აუცილებლად. მე თუ ვიქნებოდი მაგალითად მკვლელი ფანჯრიდან რომ შემოსულიყავი პირდაპირ ვესროდი რომ ანუ არ გაეგო და ანუ მარტივად მომეკლა, ხო? აი ძალიან კარგად დაიწყე და კარგად დაიწყე ნადება, მე მკვლელობის ფორმას. შემთხვევაში ასე იფიქრე. მე თუ ვიქნებოდი, მე თუ გავაკეთებდი, მე თუ ვიქნებოდი მის ადგილას და ასე შემდეგ. აი, კვლელობის მომხრეებმა ერთ გარემოებას ძალიან უნდა მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. ნუ ახლა რო გითხრათ არ გამოვა. ძალიან ისეთი კინის არგუმენტივით არის და გარკვეულწილად კარგი იქნებოდა რომ ყურადღება მიგექციათ. ხოლო ბოთლს ნუ უყურებთ. კარგი, ხომ არ გააგზელებდით? თუ გინდათ რომ გადავიდეთ კვლელობის მხარეს ოვოდები. ამ შემთხვევაში, ანუ მე დავასრულე კონტრარგუმენტის წარმოდგენა და ოვოდები კვლელობის მხარეს. ანუ თქვენი კონტრარგუმენტი რა იყო? ქონდა იარაღი ამ შემთხვევაში და დაკავშირებით ძალიან ბუნებრივი იქნებოდა, რომ ანუ ამ პიროვნების ბიზნეს პარტნიორს მოეკლა ეს აღნიშნული და ანუ გარდაცვლილი, იმიტომ რომ დაპირისპირების ფონზე მოხდა მკვლელობა. რომ მისი ბრალი იყო თუნდაც თავიანთი საერთო ბიზნესის განადგურება. ნახეთ როგორ რაღაც არის კვლელობის მომხრეებმა უფრო უნდა ამტკიცონ ვიდრე თვითკვლელობის მომხრეებმა. იმიტომ რომ ნუ ახლა გარკვეულწილად იმიტირებულ მიმართულებას ვიღებთ იმ კუთხით, რომ ბრალდების მხარე და დაცვის მხარეა მარტივად რომ ვთქვა რაღაცა ეგრე გამოდის თითქმის და ბრალდების მხარე ამტკიცებს. დაცვის მხარე არ ამტკიცებს. რომ მტკიცების ტვირთი ეკუთვნის ბრალდების მხარეს. შესაბამისად, კვლელობის მომხრეები უფრო უნდა ამტკიცოს და ბრალდების დაცვის მხარე უნდა გააბათილოს, ხო? აქედან გამომდინარე უფრო მეტი ვალდებულება გაქვთ თქვენ, უფრო მეტი ტვირთი უბრალოდ. არა, ანუ უბრალოდ ის კითხვა მაქვს, თუ ისროლა საფეთქელთან, ხო? ანუ უფრო მეტი სისხლი ხა უნდა იყოს. ვისი ეკითხებით ამას? ანუ ზოგადად. ანუ ამის ექსპერტი არ ვარ, ხა ნამდვილად ვერ ვიტყვი. არა, ბალისტიკური ექსპერტიზა არ გაუძლებს. კვლელობის დროსაც უფრო მეტი სისხლი უნდა იყოს ჩემი აზრით. სკამებს რატო არ აქცევთ ყურადღებას? ანუ ანუ მე ეს რაღაც მაინტერესებდა და ეხლა მაგას ვაკვირდებოდი. ანუ თუნდაც აი ბიზნეს პარტნიორობის თვითკვლელობის მხარეს ვსაუბრობ, ანუ ბიზნეს პარტნიორობას გაუსვას, ანუ შეიძლებაო რაღაცა ბიზნეს პარტნიორს მოეკლა. ანუ ჯერ ერთი მაშინ როდესაც აღნიშნეთ თავიდანვე არსებული დიაგრამა, რომელიც რეგრესის მანიშნებელი. ანუ რატო შემოვა მე ბიზნეს პარტნიორის მხარე, რატო ავტეხავ ამ ხელა არეულობას, ამდენ რაღაც ნიშანს რატო დავტოვებ, ანუ რატო ავტეხავ ამას ელემენტარული ვიღაცას ყოველ შემთხვევაში დავიქირავებ, რომ უცებ მარტივად მოგვარდეს. ანუ რა შემჭირდება არა, ნახეთ როგორ რაღაცა ბიზნეს პარტნიორი მოკლა.
არა, ნახე, როდესაც ბიზნეს პარტნიორი მყავს, ანუ ელემენტარული, ვისაც ჭკვიანი ადამიანი მიხვდება იმას, რომ ხელს პირდაპირ მას დაადებენ. არც ერთი ბიზნეს პარტნიორი, მე მგონი, ჭკვიანი ადამიანი ბიზნეს პარტნიორი მით უმეტეს არ გააკეთებდა იმას, რომ ამ ხელა არეულობა აეტეხა მით უმეტეს ძალიან სწორი არგუმენტია, ძალიან. ანუ რო არის აქციული, მაგას გონი მნიშვნელობა იმიტომ რომ თქვა შევიდა ეს ბიზნეს პარტნიორი, უბრალოდ საუბარი მოუხდა და ფონზე მოკლა. გასაგებია და ფონზე მოკლა, გასაგებია მივიღებ. ალბათ ციბრაზისგან სკამიცა აქცია. ანუ კი გასაგებია, მაგრამ ერთი წუთი მე ერთი რაღაც მაინტერესებს ამ შემთხვევაში. ანუ თუ შევიდა ბიზნეს პარტნიორი და მოკლა, რატომ არის ისა რა ქვია კისერზე საკმაოდ უკან მხარეს ის არის სისხლის კვალი ნასროლი, რატომ არ არის შუბში, გუმკაში, ანუ წინა მხარეს რატო არ არის დაზიანება, რატო არის იარაღი ამ შემთხვევაში ხელიდან გავარდნილი, ამ ხელარეულობა და ჩხუბი რატომ მჭირდება თუ მე როგორც ბიზნეს პარტნიორს ასეთი წაგების შემთხვევაში პირდაპირ ხელს დამადებენ, მე რატომ მჭირდება ამ ხელარეულობა და ამდენი ნივთმკიცება, რომელიც პირდაპირ ჩემკენ მიუთითებ. რა კონტრარგუმენტს წარუდგენთ ამას? იმ კონტრარგუმენტს წავუდგენთ, რომ ჩვენ არ ვთქვამთ, რომ წინასწარ განზრახული მკვლელობა. მე შეიძლება მომხდარიყო, ანუ ერთი წუთით თუ შეიძლება დავასრულებ, შეიძლება მისულიყო ჩვენების სასაუბროდ, რომ რაღაც პრობლემა გადაეჭრათ, ამის ფონზე მათ მოუვიდა დაპირისპირება, რაც სახეზია რომ არის არეულობა, სკამიც აქცეულია, ყველაფერი გადაყრილია მაგიდიდან და ამის ფონზე აი ეს ბიზნეს პარტნიორმა უბრალოდ ამოიღერა ეს როლა, შემდეგ შეეშინდა, ფანჯრიდან გაიქცა და შეიძლება იყოს მკვლელობა და არა თვითმკვლელობა. რატო ფანჯარა გაღებულში არ შეიძლება თავი მოვიკლა? სულ თაერზე მინდა თავი მოვიკლა. ხო არა, და თუ მკვლელობა იყო ამ შემთხვევაში, მე მინდა ერთ რაღაცას დააკვირდა, თუნდაც კოვების მხარე და თუნდაც კოვების მხარე. ანუ მე უბრალოდ ვაკვირდები ყველაზე მეტად აქ დასაფიქრებელი არის ჯდომის პოზიცია თვითონ უკვე გარდაცვლის და ანუ ადგილი ნატყვიარევის, ანუ თუ მკვლელობაა, ხო? ამ შემთხვევაში მაგ ადგილზე, ანუ რო წარმოიდგინო ელემენტარული და რაღაცა ექსპერტი, ანუ რაღაცა ჩაატარო საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუ კვლავ ადამიანს და ვესწრი მაგ ადგილზე წარმოუდგენელია მჯდომიარე პოზიციაში დარჩეს ადამიანი, მით უმეტეს ადამიანს თავი აქვს წინ გადახრილი, სულ რო კაი მაგალითად შემეწინააღმდეგოთ, რომ აი თუნდაც კისერზე უკანა მხრიდან არის ნატყვიარები და შეიძლება უკანა მხრიდან ესროლა, თუნდაც ბიზნეს პარტნიორთან უბრალოდ ადამიანს. ამ შემთხვევაში მჯდომიარე პოზიციაში ვერ დარჩებოდა ფიზიკურად, თავი უნდა იყოს ან წინ გადმოხრილი, ან სკამიდან უნდა იყოს გადმოვარდნილი, ანუ სხვა ესეთ პოზიციაში და ამ ადგილზე ნატყვიარევი, გაგდებული იარაღი და ასეთი არეული ოთახი, თუნდაც სკამიც აქცეული, ან თუნდაც ფანჯარაღია, ნაკლებად ანუ მიანიშნებს ამ შემთხვევაში არის მკვლელობა, გინდა წინასწარ განსაზღვრული, გინდა განუსაზღვრელი და თუნდაც აი როგორც ბალისტიკური ექსპერტიზის სპეციალისტი ამბობდა, მართლა ბალისტიკური ექსპერტიზა შეგიძლია დაამტკიცო, რა ხა თუ ადამიანი ესროდა ზურგიდან, უბრალოდ წაიქცევდა და სკამზე მჯდომიარე ვერ დარჩებოდა? ნახე, ელემენტარულად წარმოიდგინე ხა ის სკამზე. არა, გისმენთ, რომ დამიმტკიცო? პასუხობ თუ მომწონს საშუალებას, სკამზე რო იჯდა და უკანა მხრიდან ელემენტარული სროლაზე არ არის, აქ ვიღაცამ ძლიერად ხელი კეფის ხარეს დაარტყას. წარმოუდგენელია, რომ თავი გადაგივარდეს უკან და დარჩეს სკამზე გადაკიდებული. ყველა ვარიანტში წინა მხარეს წამოხვალ. და თუ საკუთარ თავს ესროლე, წინა მხარეს არ წამოხვალ? წინა მხარეს არ წამოხვალ, ანუ ეხა შენ რო დაიჯდა და ხელი ჩაირტყა მარჯვენა მხარეს ძლიერად, წინა მხარეს როგორ წამოხვალ, ან გვერდით გადავარდები, ან სკამზე გადაეკიდები, ელემენტარული შეგთურა ჩაატარო. წარმოუდგენელია რომ მაგ ანუ აი ის საშუალება არ ქონდა, თქვა ადამიანი თქვა დაეცა, კარგი თქვა რომ როგორც თქვა ესროლა და არ ქონდა შეიძლება რომ აიყენები და ყუდები თქვა იმას რომ აინახა ცოცხალი იყო თქოში იარაღს მაშინ ძირს ატოდატოვებდა თუ აიყვანა გადააჯინა და მოაწყო მაშინ იარაღს დადგებოდა ხელში დაუტოვებდა ან ფეხზე მიუგდა და იმიტომ რომ შენ გეფიქრა რომ იარაღი მან თავი მოიკლო და დაუვარდა ამიტომაც დატოვა ზუსტად ამ მდგომარეობაში იარაღი მეგობრებო ერთი რაღაცა სასწაულს ნახეთ თვითმკვლელობის ინსცენირება არის ეგეთი ინსტიტუტი სამართალში და სისხლის სამართალში, როდესაც კლავენ ადამიანს, მაგალითად მერილინ მონრო საქმეა ყველაზე ისეთი გახმაურებული საქმე, კლავენ ადამიანს და გამოძიებას და სამართალწარმოებას ზაკვა რომ აურიონ, ამისათვის აფიქრებინებენ რომ თვითმკვლელობა იყო და არა მკვლელობა. აქედან გამომდინარე შესაძლებელია რომ თვითმკვლელობის ინსცენირებით, მაგალითად, ვიღაცა მიფიქროს, მაგრამ
მაგრამ კლუბა მერლინ მონროს საქმე იყო ასეთი ცოტა ხნის წინ აღიარა ერთ-ერთმა ოფიცერმა ნუ გარკვეული გრიფით საიდუმლო ეხსნება საქმეებს და ოდესმე იმედია კენედის საქმესაც მოეხსნება ძალიან მაინტერესებს ეს საქმე და მაგითო ხო ძალიან საინტერესოა მართლა ძალიან მოწონს თქვენი დებატები და თუ გინდათ შემდეგზე გადავიდეთ თუ გინდათ იმიტომ რომ ორი ფოტო კიდევ აქვს თუ სურვილი გექნებათ შემდეგი გადავიდეთ უკაცრავად როგორ პირადად სურვილი მაქვს რომ დანარჩენი ფოტოებიც განვიხილოთ აუცილებლად განვიხილოთ ანუ ქართული кейს რო განვიხილოთ თუნდაც თუნდაც თამარ ბაჩალაშვილის საქმე რომელიც არის მართლა ანუ ამაზე გვაქვს ამ დონის ინფორმაცია რომ განვიხილოთ მე მგონი ამდენი ინფორმაცია არ აქვს მე მაგალითად პირადად არ მაქვს იმდენი რომ ვისჯელო ხო, ბევრი რამ გასაიდუმლოებული, ამიტომ კონკრეტულად ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, მხოლოდ მსჯელობა და ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ პირველად. ახალ ფოტოზე პირდაპირ შემიძლია ყოლობა აღნიშნო. ყოლობას პირადად მე ყოლობას ვატყობ. კი, მეც. ყოლობა. რატომ? თუ შეიძლება დავიწყებ არგუმენტებს პირველი რახან ვიყავი. ერთი არგუმენტი თქვი ყოლობას არავინ არ ემხრობა? ანუ მე ყველობას ვამხრობი. ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. მე ერთი მიზეზია ნამდვილად, მაგრამ იქნება აბა ანუ ყავარჯნები პირველი ამან დამაფიქრა ფოტოზე. ანუ ახსნით თუ შეიძლება რატო, ესე იგი თვითონ სხეული უკვე გარდაცვლილი ადამიანის თითქმის ოთახის შუაგულშია ჩამოკიდებული, ყავარჯნები კი რომელიც სავარაუდოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთებს რომ უკვე გარდაცვლის გადაადგილება დამოუკიდებად ყავარჯნების გარეშე არ შეეძლო, წარმოუდგენელია რომ თუნდაც ყავარჯნები მიეყუდებინა კადრს და არ ვიცი მისულიყო, თოკი ჩამოეკიდა, სკამი მიედგა, ამძვრალი იყო ზემოდან, თავი ჩამოეხჩა, რატომღაც ეს ყავარჯნების გარემობა მე პირადად მაფიქრებს მკვლელობისკენ, ვიდრე თვითკვლელობა. იქნებ დადეს ეს ყავარჯნები იმის გამო, რომ ჩვენ გვეფიქრა ესე, რომ ამ ადამიანს არ შეეძლოს ია. კი ბატონო, მე მაგრამ მკვლელობის მომხრეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყავარჯნები შეიძლება ადრე იყემ თქო ერთი თვის წინ ქონდა მოტეხილი ფეხი და ეს ყავარჯნები კიდევაც უდევს. ხო, რაღაც დროის მარტო ამას ან უბრალოდ იქნებ მიხოხდა რაღაცნაირად თელი ნახევარი დღე იწვალა ამ ყველაფრის გასაკეთებლად ჩვენ რომ პირობითად ნახევარი დღე სკამზე ვერავიდოდა მაგრამ არის წერილი მაგრამ შეიძლება რომ აიძულონ წერა სიკვდილის წინ ახოხდა მაგრამ თოკი ამ სიმაღლეზე რაც უნდა მიიხუტე და სკამი მიადგა არ ვიცი ჩამოკიდება გამკიცებული არ გვაქვს რომ ამ ადამიანს მართლა უჭირს სიარული პირველი ეს შეიძლება რაღაც კოჭის მოტეხილობა ქონდა ან რამე მარტივის თიროშა მე არ ვამბობ რომ იყენებდა მე ვთქვი ამ ფაქტმა დამაფიქრა თქო მაგრამ კი ბატონო ამ ფაქტმა ეს დამაფიქრა კი ბატონო მაგრამ ეს არ არის ანუ მახვიც არ არის დამტვრეული ის არგუმენტი არ არის ძალიან არეულია ოთახი პარალელურად წერილიც არის თუ არ ვწდები მაგითო დააკვირდით კიდე სხვა გარემოებებს ყავარჯნებს გასწრით ხო სხვა გარემოებები არის მომზადებული მაგიდეს რატო არ აკვირდებით მაგიდა სწორად მაგიდებს დააკვირდით ორი ჭიქა არის ჭიქების რაოდენობა ორივე მაგიდას დააკვირდით ხო ჭიქების რაოდენობა ორი ჭიქით ვისვამ შენს გარდა კაი კიდე გვაქვს რამე არგუმენტი ვერ ხვდებით ანდერძის რაღაც ჩანაწერებივით არა კლუბის მომხრეებმა უფრო მეტი უნდა ამტკიცოს იმიტომ რომ არ არის ისეთი რა კატეგორიული არგუმენტები მყარი არგუმენტები არ გვაქვს მოკლედ ხო ხო აპელირებდი თქვენ ან გაბატონება შეიძლება მაგ ყველაფრის საყვარელი ადამიანი ყავდა ფოტოსთან როგორც ემჩნევა და თუ საყვარელი ადამიანი ყავდა სავარაუდოდ თავს არ მაიკლავდა თან ორი ჭიქადებს ესე იგი დაშორდა ეს საყვარელი ადამიანი და ვერ გადაიტანა დაშორება და თავი მოიკლა კრაში მაშინ ორივე ჭიქა რა ტყიდებოდა თქვა შეიძლება მეგობარი იყო ამას ვერ ვიტყვით თქვა ფინანსური პრობლემები ქონდა შეიძლება ერთად ცხოვრობდნენ საერთოდ და გაიხსენა ძველი დრო რა ვიცი წერილი იმით არის ყველაფერს აქვს ეგრე არგუმენტი ანუ საკითხებელი რატომ ჭიქა რატომ
დაკეცილი პერანგიც ხო, აღსანიშნავია. აი პერანგი, რატო? იქნებ ემზადებოდა გასასვლელად სახლით. ის ქურთუკია ვარდისფერი? მგონი შარფია. მე მგონი კაბას გავს. კაბა? კაბას გავს თან იმ გოგონას კაბას, რომელიც სურათზეა წარმოდგენილი. ხო, ვარდისფერია. ხო, სავარაუდოდ კაბას. იქნება ამ გოგოს რამე დაემართა და ვერ გადაიტანა. და გადაწყვიტა რომ თავი მოიკლას. ანუ შეიძლება საერთოდ არაფერი არ არის, ანუ როგორც აღნიშნე, ანუ დაკეცილი პერანგი თუნდაც ჩარვალი რომელიც ზისგდია, გინდა კაბა იყოს ეს, გინდა შარფი. ანუ ფაქტი შეიძლება, ანუ ეს გოგონა არც გარდაცვლა, არც დაშორებულა. შეიძლება ეს გოგონას რაღაც თვეს ყოლობა თუა სახლში იყო იმ მომენტში. მე მაქვს ერთი აზრი. იქნებ მოხდნენ ავარიაში დავუშვათ, ის გოგო დაიღუპა, ამან კიდე რაღაც ტრაუმა მიიღო. და ფეხით ანუ აი ამ გოგოს ძალიან ბევრი შენახავ ძალიან სერიალი სცენარი დავხო. სერიალი გამომივიდა. ანუ მე იმას ვხვდები, მაინც და მაინც რატომ მივდივართ იქითკენ რომ ეს ბიჭი ამ გოგონას ან დაშორდა ამ მკვდარი, ანუ ხო შეიძლება ჩვენებად ანუ ეს ნაკლებად ცოცხალია მასთანაა და სახლში არ არის. მე ვაფიქრებს გატეხილი მაღვიძარა, რატომ შეიძლება იყოს მაღვიძარა გატეხილი? აი ხო მეც ვფიქრობ რომ იქნებ ჩხუბის დროს კონფლიქტი. ანუ იქნებ მოკლეს და საერთოდ შემდეგ ჩამოკიდეს თოქზე, რატომაც არა. ანუ შეიძლება ერთ-ერთი ფილმიდან მახსოვს რომ მაღვიძარა იმისთვის გამოიყენეს რომ მკვლელობის დრო შეიცვალათ და გატეხეს იმ საათზე რომელიც მათ აწყობდათ რომ ქონოდათ ალიბი. რატო არ აკვირდებით სხეულს თვითონ? გვამს უფრო ამ შემთხვევაში, რატო არ აკვირდებით ამას? მინიმალური ძალადობის კვალი არსებობს? არა. აი, მაგრამ დაფარულია სხეული. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აი ოდნავი ძალადობის კვალიც არ ნახეთ, როგორ დაუთავებულია დასასველი? რაცაცვია? ხო, ამ შემთხვევაში ხო, მართალია. ახალი გამოღებულია ტანსაცმელი და ინტერესებულია. ნახე, ხო, აი მკვდარ შეაცვეს ზუსტად რომ გააპატიოს ეს. ნახეთ აქ წინა ფოტოებში, ხო? წინა ფოტოებში რომ განვიხილოთ, აი ყოლობა თუ თვითყოლობა. ტანსაცმელს რო დავაკვირდეთ, აი აქაც კი რაღაცა მინიმალურად ჩანს, აქ საერთოდ ძალიან ჩანს. აბსოლუტურად შეურაცხყოფილი ტანსაცმელი და აბსოლუტურად დაჭმუტული და რაღაც. აი აქ მინიმალურად მაინც ჩანს, რომ რაღაც დონეზე მაინც ძალადობის კვალი, იმიტომ რომ ადამიანი რომ მოკლა, ხო, ამ შემთხვევაში და რომ აიტანო უსულო სხეული ჩამოკიდო იმაზე თოქზე, ეს არის ისეთი რაღაც უნდა მიუდგე, უნდა მოუდგე, უნდა ხელში დაიჭირო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაც ხო დაემჩნევა ამ შემთხვევაში. ან ძალადობა და როცა ადამიანს კლავ მინიმალურად თავს დაიცავს ადამიანი შეგეწინააღმდეგება და რაღაც უნდა ესე უნდა აჯობო ძალადობი, ხო ასე? ანუ გარკვეულწილად ამაში არის აზრი, ხო? რა ვიცი. გადავიდეთ შემდეგზე, ერთი დავქშა და ამით ამოვწუროთ, კაი? გადავიდეთ. კაი, აქაც გავს ეს სიტუაცია. იცოდით ეს ფოტოები? ვფიქრობ ეს არის მკვლელობა. რატომ არის მკვლელობა? ესე იგი, ხა რამდენიმე ტანსაცმელი. პირველი შემომტრეული არის კარი. მეორე არ არის ან სკამი ანაფერი, რასაც დაიყრდნობოდა რომ თოქზე ჩამოკიდებულიყო, ასე რა ვთქვათ. კაი, მეორეს ერთი წამი ბოდიშგიხტი. მეორე არგუმენტი რაც თქვა, მაგის კონტრარგუმენტს რას წარუდგენდით? მე როგორ არიგონი, ანუ ისე არის ნასწორი. ერთმა. საწოლის კიდე ელემენტარული იქვეა საწოლი. დიახ, სწორად აღნიშნა, აბსოლუტურად სწორად აღნიშნა. გაავათილეს შენი არგუმენტი. ხედავ რა მოგვივიდა? და პირველი რატო არის ჩამომტრეული კარი? ელემენტარული ხელი, ანუ შეიძლება განერულ მდგომარეობაში ხელი მიეტყა რაღაცა მინა და მაგრამ ხელი სავსებით ჯამთელი და ნათელი აქვს. მაშინ სიფლიანი უნდა ქონოდეს. გევათ. გარედან წერილი არის. ისე მიაჯახუნა რომ მაგ დროს გატყდა. მე გამწდომია ეგრე.
სკამიც აქცეულია მაგიდაზე ფურცლები დევს. იქნება ადრე აქცია სკამი გასწორებელია დააკვირდით. ტანსაცმელიც არ გამოიყურება ესე სახარბილო მდგომარეობაში არა. ელახულია. ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რამ თქვა ადამიანმა ხალიჩაზე. ფეხწავანო აკეცილია. ნახეთ კიდე. საბრაზებული შემოვიდაო თახში, მიჯახუნა კარების შედეგადაც ჩაემტრა, მე ხალიჩას ფეხი წამოკრა და ანუ წერილს უწერდა მე წინ გაიაზრებდა რომ თავს იკლავდა რაღაც არ ანუ თქვენ თქო შემოვიდაო კარებში? კარგი. მაშინ პიჟამები რატო ასვია? ეძინა. ერთი კითხვა მაქვს. აი ქონების მისაკუთრების კვალი ჩანს? როგორ ფიქრობთ? არა. კარადაა გამოღებული რაღაც. კარადაა გამოღებული, რატომაც არა იქნებ რამეს ეძებდნენ. კარადაა გამოღებული და გამოსუფთავებული, თან კარადაში ყოველთვის უწყვია ადამიანს რაღაცა. ანუ თუ აი ბარემ გააყოლებს ხელს ყოველ შემთხვევაში. ლეპტოპი ეს რატომ არ არის აღებული? პირველ კლასელებს რო დაურიგეს ეგ არის და არ უნდოდა. იქნებ კონკრეტულ ნივთს ეძებდნენ და კომპიუტერი საერთოდაც არ ჭირდებოდათ. ან რამე საბუთს თუნდაც. თან კომპიუტერი მაინც სახალბილო ტექნიკის მოპარვა არ არის. თან კომპიუტერით მარტივი მისაგნებია ყოველთვის. კი ბატონო. ხო რაღაცები ანაებიც მართალი. აი. კიდე გვაქვს რამე არგუმენტი? არა. ფიქრობ მეტი არა. კომპიუტერთან სკამს არა სკამი აქცეულია. წამოდგომის შედეგად აქცეულს უფრო გავს. კი. შეიძლება რომ შემოიჭრან შეეშინდა და რო წამოდგა უეცრად წაიქცა სკამი. არა, გადაყირავების კუთხს, ანუ წამოდგომით გადაგდებულს უფრო გავს სკამი, რომ ხო, მაგას რა ადამიანი იჯდა, შემოიჭრნენ, შეეშინდა, ადგა და სკამი წაიქცა. ფანჯარას დააკვირდით აბა? ეგ რაღაც ყვითელი რა. სადა? ჟალუზია ღია. ჟალუზია ღია ჟალუზში ვინკლავს ადამიანს. ვიღაც მოვიდა ძაღლინებს. როგორც პასუხი იცით? არა, პასუხი ამ შემთხვევაში სასახა პასუხი არ არსებობს არც ერთ სურათზე მე იმიტომ შეგირჩეთ ესენი რომ ორივე პასუხი სწორია, ამავდროულად ორივე პასუხი არასწორია. ესმით? თავარი რამდენად კარგი არგუმენტებს მოვიყვანთ. ზოგადად ცხოვრებაშიც ასეა და სასამართლო პროცესზე მით უმეტეს ასეა. არ მნიშვნელობა სამართლიანობას და ჭეშმარიტებას, რამდენად კარგ არგუმენტს მოვიყვანთ, რამდენად კარგად მოიტყუებთ და რამდენად კარგად წარმოაჩენთ თქვენს არგუმენტს, თუნდაც ოქროს ლანგრის პრინციპი. შესაბამისად, ეს არგუმენტები და ეს ფოტოები იმიტომ წარმოგიდგინეთ, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს აბსოლუტურად ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტია ის, რასაც თქვენ ამბობთ და თქვენ ფუთავთ. თავარია დააჯეროთ ადამიანს, რომ ჭეშმარიტია და გამშვობა საერთოდ რა არის ჭეშმარიტი. ნუ არის რაღაცეები ახლა რომელიც ჭეშმარიტია ნამდვილად პირობითად მაგალითად სიკეთე რო კარგია ვინ დავობს ამაზე ხო მაგრამ მე რაღაცაზე შეგვიძლია ვიდაოთ ან ყოველწლიურად კარგი მოკლედ მამით ამოვწუროთ მაშინ დღევანდელი შეხვედრა მე-4 ჯერ დავიწყეთ ხო 40 წუთი მაგასთან ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურად საინტერესო იყო მალე გავიდა დრო ყოველ შემთხვევაში 40 წუთი ძალიან მალე გავიდა ხო, დღე დავიწყეთ და უკვე დაღამდა. ხო, მოკლედ, ძალიან მიხარია მართლა თქვენთან შეხვედრა, გამიხარდა და ორი ტრენინგი გავმართეთ და მე ჩემი ამოვწურე ამ შემთხვევაში. თუმცა ძალიან დიდი სურვილი მექნება, რომ სხვა დროსაც გავმართოთ ასეთი საუბრები, ოღონდ ტრენინგი არის, ჩემთან ტრენინგი არა, ჩვენთან არის საუბარი, ჯაბასი, დებატი, კამათი და შევლობა. ამ ყველაფერზე. ხო, აუცილებლად. და მიხარია რომ კითხვებს სვამდით, მიხარია რომ თქვენი აქტივობა იყო და ვისურვებ წარმატებებს. მართლა ძალიან გამიხარდა თქვენთან ყოფნა და თქვენ თითოეული სიტყვა ძალიან მახარებს. უპირველესად ძალიან დიდი мотиваტორია ჩემთვის, мотиваციის ენერგიზერია. მოკლედ წარმატებებს გისურვებ და მადლობა იმისათვის რომ შეიძლება მე ვერ გაგიწიეთ კარგი ისეთი ტრენერობა, მაგრამ თქვენ მიწევთ ცხინვალე მსმენელობას და ცხინვალე აქტიურობას. მადლობა ძალიან დიდი.
მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. ნახვამდის ნახვამდის.